დიდი ხანია არ ჩამიწერია ვიდეო და აი ახლა რაღაც ვერ მოვითმინე იმდენად ისტერიული დამოკიდებულება და აკრძალვები არის შაქრის მიმართ. ადრე იყო შაქრის და მარილის მიმართ ასეთი. და მთელი საუკუნე ჯერ მარილზე ვიტყვი, ეუბნებოდნენ ადამიანებს, არწმუნებდნენ, რომ ეს არის ათეროსკლეროზის გამომწვევი, ეს არის თეთრი სიკვდილი, ასევე შაქარზე. ეს არის სისხლძარღვების, ესე იგი, განადგურება, წონაში მომატების მიზეზი, წყლის დაგროვების მიზეზი ორგანიზმში და მთელი, ესე იგი, აქ რაღაც მთელი რიგი იყო აკრძალვების და შესაშინებელი რაღაცა სიტუაციების. მე გამოირკვა, რომ ეს ის მარილია, რომელიც ჩვენი კუჭის წვენს წარმოადგენს ძირითად, ესე იგი, სუბსტანციას და ის ამუშავებს ულმეს აკვებს. მე გამოირკვა, რომ ეს ის მარილია, როდესაც ადამიანი რომ მოხვდება საავადმყოფოში, მის სისხლს მარილიც წვენდება. ეს ის მარილია, რომელიც პირიქით, ესე იგი, ტუტე რეაქციას იწვევს ორგანიზმში, ესეთ ბიოსინთეზს აკეთებს და სიმსივნესაც კი შეუძლია რომ გაუმკლავდეს რაღაცა დოზებით. ესე იგი, ეს ახლა მთელი საუკუნის მანძილზე რაც ხდებოდა, ახლა უცბად გამოირკვა, რომ ესე იგი, ეს ასე არ არის. ახლა შაქარზე ვიტყვი. შაქარი არის ჩვენს ორგანიზმში, როდესაც ხდება, ეს არის გლუკოზა იგივე, რომელიც სჭირდება ძალიან ჩვენს კუნთებს. რომელიც სჭირდება ტვინის იმისათვის, რომ მეხსიერება გაიუმჯობესოს. ეს ის შაქარია, რომელიც რაც მთავარი, ყველაზე მთავარი. ის არის, რომ ის ენდორფინების, ანუ სიხარულის ჰორმონების გამოწვევას იწვევს და აი რომ ვამბობთ ხოლმე, რომ აი ფსიქოლოგიურად განიკურნა და რა პროცესები წავიდა ამ დროს, არავინ არ აგვირდება ამ ამბავს, ესე იგი, ეს არის ენდორფინების, ანუ სიხარულის ჰორმონების დადებული შედეგი, ასე ვთქვათ, რომელსაც შეუძლია მართლა სასწაულების გაკეთება ჩვენს ორგანიზმში. ჩვენ არ ვართ მხოლოდ ხორცი, ხო, ასე ვთქვათ, ჩვენ სულიც გვაქვს და ვიცით, რომ ყველაფერი ჯერ არის მენტალურიდან, ანუ სულიერი მდგომარეობა იწვევს ყველანაირ ავადმყოფურ მდგომარეობას და შემდეგ გადადის ეს უკვე ხორციელში. და თუ კი სულისთვის ასეთი აუცილებელია ეს პროდუქტი, რომელიც იგივე ბავშვების, როდესაც დისტრესში არიან, ტირიან, აი ამას განუქარვებს. იგივე მოხუცები გიждდებიან ამ შაქარზე და მე ვიცი 105 წლის მოხუცები, რომლებიც არაჩვეულებრივად გზნობენ თავს და მათი გარდაცვალების შემდგომ ირკვევა, რომ მათი სისხლძარღვები ძალიან კარგ მდგომარეობაშია. არ ვიცი, ხა ეს შეიძლება დოზებშია, რა თქმა უნდა, საქმე, მაგრამ ისეთ რაშია საქმე, ჯერ ერთი დანაშაულის შეგრძნებით არ უნდა მივიღოთ. ეს არის ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ დანაშაულის შეგრძნება შეიძლება იწვევდეს სწორედ აი იმ რაღაცა დისკომფორტს მერე ორგანიზმში. ანუ იმუნიტეტის შეშინებაც კი ხდება ამ დროს. და ყველაფერი არის პირობითი, იცით? აი მე მაგალითად, ნუ ნებისმიერი ჩვენთაგანი, ჩვენი ორგანიზმი არასოდეს არ შედგება იმ ქიმიური ნაერთებისგან დღეს, როგორითაც შედგებოდა ის გუში. ან შეიძლება ერთი წუთის მერე შეიცვალოს ჩვენი ქიმიური მდგომარეობა, გამიგეთ და აი ეს ბიოსინთეზი იმდენად განსხვავებულია, იმდენად პირობითია, იმდენად დამოკიდებულია ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე, მეტეოროლოგიაზე, საკვებზე, დოზებზე. ანუ ყველაფერში გააჩნია როდის, როგორ, რამდენი და რატომ, ვის, ასაკის მიხედვით, სქესის მიხედვით და ნუ აი არ ვიცი, ეს იმდენად პირობითია, რომ აი ეს ერთი რომ გამოდის მაგალითად ბლოგერი ან ექიმი საუბრობს იმაზე, რომ აი ეს არ შეიძლება, ეს ცუდია და მილიონობით ადამიანი უსმენს ამას და ღებულობს ნორმად და ამას ითვალისწინებს და აკეთებს. ეხლა რა უნდა ვქნათ? ძირითადად მე რატომ გეუბნებით იცით ამას? ამაზე მუშაობ უკვე 40 წლის გამოცდილება მაქვს როგორც ბიოკორექტორს. ახლა წიგნს ვაქვეყნებ ამასთან დაკავშირებით და მინდა რომ ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ უბრალოდ რომ ასე არ არის, იცით რომ ერთი რჩევა მოქმედებდეს მთელ ერზე და ზოგადად კაცობრიობაზე. ესე იგი
ხორცი ჭამეთო და მიიღეთო და აღარ მოგინდებათ შაქარიო, აი რაღაც ესეთი. მე შეიძლება ის ხორციც მივიღე, მაგრამ სულიერ მდგომარეობა მაქვს გამიგეთ ისეთი, რომ არ მშველის ის ხორცის მიღება ამ შემთხვევაში და ცილა. ამიტომ არსებობს ბაზა, აი როგორც მარკეტებში, დევს პროდუქტები, ჩვენ შევდივართ, ვიცით როგორია ეს პროდუქტები ზოგადად რა ნიშნის მიხედვით გავარჩევთ, ხო? აი რამდენი აქვს თქვათ ის ცილა, ეს ყველაფერი ჩვენი ზოგადი ბაზა არის ცოდნის. მაგრამ არის კიდე ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენ რა გვიყვარს, ჩვენ რა გვჭირდება. მე შეიძლება გვიყვარდეს, მაგრამ იმ მომენტში არ გვინდოდეს, ხო? ანუ ჩვენ ორგანიზმს მოусმინოთ, გამიგეთ, აი ეს თქმა მინდა. ესე იგი ბაზა ვიცოდეთ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ეს მეცნიერების მიერ მოცემულია ეს ყველაფერი, ეს შემადგენლობის მიხედვით რაღაცა ცოდნას რომ გვაძლევენ, დიდი მადლობა მათ, მაგრამ მოусმინოთ ჩვენს ორგანიზმს რა და იმის მიხედვით ავარჩიოთ, როდის რა, რამდენი და რატომ. ანუ გჭირდება თუ არა აი ამ მომენტში, აი ახლა და ამ მომენტში ეს ყველაფერი.